ну, მოდით თქვენ სწორად აღნიშნეთ, ნამდვილად ასე იყო. პირველ შემთხვევაში ჩვენ გუნდში იყო მოსაზრებები გაყოფილი, ნახევარი ემხრობოდა მის მისვლას, მეორე ნაწილი იყო წინააღმდეგი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ამავე დროს ვამბობდით და მაშინვე ვამბობდით, რომ ეს არ იყო პარტიულად მისაღები გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება იყო ბატონი გახარიას მიერ მისაღები ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება და როგორც ვნახეთ, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მიიღო საიდან გამომდინარე, რომ მან ძალიან კარგად იცის ის მნიშვნელობა, რაც აქვს ოცნების მოედანზე მისვლას და სიმართლის თქმას მათთვის პირში. თუმცა გახარიას დასამალი არაფერი აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს ოცნების პროპაგანდის რღვევას. ანუ მათ მოედანზე მისვლას და სიმართლის თქმას. როდესაც მით უმეტეს ხარ მართალი და დასამალი არაფერი გაქვს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქაც ანალოგიურად მისი მისაღები იქნება ეს გადაწყვეტილება. დაწყებულია უკვე ამ თემაზე მსჯელობა, კონსულტაციები გუნდში. მიიღებს ის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად, ლოგიკურად, ჩემი მოსაზრებით, პირადად ჩემი მოსაზრებით და გუნდის წევრთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ამჯერადაც უნდა მივიდეს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ თქვა სიმართლე. თუმცა არიან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც არ აღიარებენ გიორგი გახარიას მსგავსად პარლამენტის ლეგიტიმაციას, თუმცა თქვენგან გასხვობით მათ მანდატებზე უკვე უარი აქვს ნათქვამი და ერთგვარად ხელისუფლებასთან მოკავშირეობის კუთხით თქვენ არაერთხელ გამხდარხართ მათი მხრიდან კრიტიკის ადრესატი, რომ თუ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, მაშინ რატომ აქვთ მანდატები და რატომ მიდის საკანონმდებლო ორგანოში? ნახეთ, კომისიაზე მისვლა არანაირ კავშირში არ არის ამ პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ან არალეგიტიმაციასთან. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება და ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს. რაც შეეხება კომისიას, ეს სულ სხვა ფორმატია. ეს კომისია არის შექმნილი თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ეს არის პოლიტიკური შურისძიებისთვის შექმნილი კომისია და ამ კომისიის საშუალებით ოცნება ყოველდღიურად ინფორმაციულად ზალადობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ამიტომ იქ მისვლა და სიმართლის თქმა და საზოგადოების ინფორმირება ვისმენთ, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ კომისიის შექმნის გაცხადებული მიზანი იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა დაბარებული ამ კომისიაზე. არ არის დაბარებული სააკაშვილი, არ არის დაბარებული მერაბიშვილი და ძალიან ბევრი ოდიოზური ფიგურა, რომლის დაბარებასაც, რა თქმა უნდა, ელოდა იქ საზოგადოება, მაგრამ ამავე დროს ხედავთ იგივე ბატონ გიორგი გახარიას უკვე მეორედ იბარებენ. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს და საზოგადოებას უთხრათ, რომ ამ კომისიის რეალური მიზანი ნაციონალური მოძრაობის გასამართლება არ არის. ამ კომისიის რეალური მიზანი არის ის, რომ საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სრულიად სხვა საკითხზე და ინფორმაციულად იძალადონ, დააშინონ და მუდმივად სტრესში ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად. ჩვენს მოქალაქეებს ისედაც ასაგებია, მაგრამ ამ ისტორიები ყველამ კარგად იცის და ეყოფა ჩვენს მოქალაქეებს ის საშინელება, რაც გამოიარა ნაციონალური მოძრაობის დროს. და ამდენი წელი გავიდა ამის შემდეგ, თუ ოცნება სურდა მართლაც გამოეძიებია ეს საქმეები და მართლაც ასე ვთქვათ, სათანადო პასუხი გაეცა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, ამდენი წელი ჰქონდათ ამისთვის. სად იყვნენ აქამდე? რატო არ იბარებენ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ძალიან ბევრ ოდიოზურ ფიგურას? რატომ გადააქვთ აქცენტი გახარიაზე, ადამიანზე, რომელიც იყო თავად ოცნების წევრი და რომელიც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში? ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტი. თვითონ დაბარების მიზეზი ამ შემთხვევაში უკვე მეორედ არის ჩორჩანას გარშემო განვითარებული მოვლენები. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, ეს იყო 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, როდესაც იქ დაიძაბა ვითარება, თავად გახარიამ განცხადებები გააკეთა პირველად პარლამენტში მისვლის დროს ამ თემაზე და თქვა, რომ ერთგვარი დასწრება იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, იქ პოლიციის საგუშაგოს გახსნა, რომ ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო და დამატებით ტერიტორიების ოკუპაციის პრევენცია მომხდარიყო. თვითონ დაბარების მოტივთან დაკავშირებით რა სიტყვით და რამდენად ელოდებით, რომ ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურაშიც არის კონკრეტული მუხლით საქმე აღძრული, არავინ მეს წინამ, უბრალოდ საქმე არის აღძრული. ელოდებით თუ არა, რომ თქვენს ლიდერს შესაძლოა ბრალი წაუყენონ ამ ეპიზოდზე. ამ რეჟიმის პირობებში ყველაფერს ველოდებით. ყველაფერს ველოდებით, ხა ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური შურისძიების მიზნით შექმნილი და შეკერილი საქმე, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ეს კი არ არის, ამით მაინც ვერავის ვერ შეაშინებენ მით უფრო ბატონ გახარიას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ოცნება არის დღეს მზად საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით და პოლიტიკური შურისძიების მიზნით სახელმწიფო ინტერესები დააყენოს საფრთხის ქვეშ.
ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები დააყენოს საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ის საკითხები რაც განიხილება და რის გამოც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ისინი ცდილობენ ბრალი წაუყენონ. ეს რა საქმეა უთხრათ კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს. რა შემთხვევასთან ქონდა საქმე? ეს იყო ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო იდგა მოწოდების სიმაღლეზე, გამოიჩინა სრულიად პრინციპული, ღირსეული პოზიცია და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები შეინარჩუნა ისე, რომ ამას არ მოყოლია არანაირი სამხედრო ესკალაცია და არანაირი სამხედრო დაპირისპირება. ანუ ჩვენ ეს შევძელით მშვიდობიანი გზებით და მშვიდობიანი ფორმით. და როდესაც დღეს ოცნება საუბრობს გარკვეული ტერიტორიების დაკარგვაზე, ჯერ ერთი ფაქტია. ოცნება არ საუბრობს, ბატონო გიორგი, მაგალითად ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ პროკურატურაში მივიდა ერთ-ერთი ადგილობრივიც. მანამდე ნახეთ ხარაზიშვილი, ელგუჯა, რომელიც ასევე არის ჩორჩანას კიდევ ერთი მკვიდრი, რომელიც საუბრობდა, რომ რეალურად ტყის იმ ნაწილით, რომელთაც მანამდე სარგებლობდნენ ადგილობრივები, ახლა ვეღარ იყენებენ და ვეღარ შედიან. ასევე ქართული ოცნება გახსენებთ, რომ 5 საგუშაგოს გახსნა მოხდა დამატებით საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახარია სამნაბიჯს. მოდი მაშინ ეს კითხვა დაუსვათ ჩვენ ოცნებას. იმ ტერიტორიებზე, სადაც საგუშაგოები არ გახსნილა და სადაც ოცნებას, მათ შორის ბატონი გახარიას თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ ეს 4 წელია უკვე ბატონი გახარია ოპოზიციაშია და აღარ წარმოადგენს ოცნების ხელისუფლებას, ხომ? რამდენი ასეთი ტიპის ტერიტორიაც დაკარგულა. ეს საქმეები მათ გამოუძიებიათ. ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის გინტური, რომელიც სწორედ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჩაცხრილეს, სასტიკი მკვლელობით მოკლეს. ეს საქმე ვინმეს გამოუძიებია? ჩვენ ვიცით დღეს ფაქტი და ფაქტი არის ერთი, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა და საოკუპაციო რეჟიმს, უпростоრედ იმ რეჟიმს, რომელიც ასე ვთქვათ, წარმოადგენს რეალურად ოკუპანტის მხარეს, საკუთარი ტერიტორიები არ გაუზრდია. დღეს ჩვენ საოკუპაციო ხაზი არის იქ, სადაც იყო თუნდაც 2019 წლის მდგომარეობით. და ამ ტყის ნაწილს კიდევ ვიმეორებ, ახლა ეს მოქალაქე თქვენ ვინც ახსენეთ, მაგალითად მეც დავიკითხე დღეს მისი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მისი კომენტარი და სრულიად ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციები ისმის. ქალბატონი თია წულუკიანი ახლა გახარიას პირველი დაბარების დროს დიალოგში თავად ადასტურებს, რომ დიახ, ჩვენს მოქალაქეებს იმ ტყეში, იმ ზონაში აკავებდნენ და მათ უბრძალავდნენ იმ ტყით სარგებლობას. ამ დროს დღეს ვნახეთ ამ მოქალაქის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ თურმე მაშინ შედიოდნენ და დღეს ვეღარ შედიან. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ანუ ტყეში ვერ შესვლა სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ყოველდღიური რეალობა. აი გუშინ წინაც გავრცელდა კადრები, როგორ წევენ ოკუპანტები საზღვარს საქართველოს მხარეს. ეს ფაქტობრივად ხდება მუდმივად და ამაზე არავინ არ დასჯილა და კიდევ ერთი რამე მინდა თამთავ თქვა ნახეთ, ანუ გასაგებია ყველა უდიდესი პატივისცემა იმ მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ სოფლებს, რაც არის განლაგებული საოკუპაციო ხაზთან. მაგრამ დიდი ბოდიში ოცნებას დღეს გახსენდა ეს მოქალაქეები, ანუ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რომ თურმე ტერიტორიები დაგვიკარგავს და ეს აქამდე არ ვიცოდით და დღეს გავიგეთ ისიც მხოლოდ იქ მცხოვრები მოქალაქეების გან და ჩვენი სუსი, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები აქამდე ამის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ. ბატონო გიორგი, მაგრამ დავის კიდევ ერთი საგანი, რასაც ჩვენ ასევე ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ, თვითონ გადაწყვეტილების მიღების ფორმა. იყო თუ არა ის საერთოდ ვინმესთან შეთანხმებული და თუ იყო შეთანხმებული, თანხმობა იყო თუ არა მიღებული, იმიტომ რომ თავად გიორგი გახარიამ დღეს მე კიდევ ერთხელ წავიკითხე მისი განცხადება, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გააკეთა, როდესაც ის პირველად მივიდა, მაშინ მან თქვა, რომ გაიმარჯვა, თქვა, იყო თქვა არაერთგვაროვანი პოზიციები, მაგრამ გაიმარჯვა, თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. ეს როგორ გავიგოთ, ანუ შეათანხმა ეს პოზიციები, ვისთან შეათანხმა? იცით რა, პროცედურებით მოხდა. მოდი ასე ვთქვათ, ძირითადი აქტორები ვინ იყვნენ და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, ხო? ეს პირველ რიგში იყო სუსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა კიდევ ერთი ურთიერთგამომრიცხავი რამე. ბატონი კობახიძე, რომელიც დღეს გამოდის და ამბობს, რომ თურმე სუსი არ იყო საქმის ყურში. ამ დროს თავად ბატონი გომელაური რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსული ამბობდა, რომ ის საქმის ყურშიგან არ იყო, არამედ ის საქმის ყურში იყო, მაგრამ იყო წინააღმდეგი. ესე იგი, როდესაც ხარ წინააღმდეგი, საქმის ყურში ხარ, აქ ამ შემთხვევაში მე კონკრეტულ ფაქტს ვამბობ. ანუ ის რომ საქმის ყურში არ იყო, ეს არის გამორიცხული.
ხო? ეხლა ამას რო თავი დავანებოთ, აქ არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართული და ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა, ბუნებრივია ის იყო საქმის კურსში და ის ამ დროს თუ არ ვცდები, იყო ასევე ვიცე-პრემიერიც. აქ იყო ჩართული და იქნებოდა და სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო ფინანსთა სამინისტრო, რადგან იქ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა და ამას დაფინანსება ჭირდებოდა. მიიღეს, აი რატომ არ გაითვალისწინა მაგალითად სუსის პოზიცია მაშინ, ანუ რატომ არ იყო კოორდინირებულად მიღებული გადაწყვეტილება? იმიტომ რომ ეს იყო სახელმწიფოებრივად, ნახეთ, ვერ იქნებოდა თამთა. ვერ იქნებოდა ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვერ იქნებოდა ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არც უნდა ყოფილიყო და არც იყო. მინიმუმ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების როგორც მიღების პროცესში, ასევე მისი აღსრულების პროცესში და ამას რა ადასტურებს? მოსალოდნელ რისკებზეო. ნახეთ, ამას ადასტურებს ის, რომ იგივე სუსი და ბატონი გომელაური, ეხლა თქვენ არქივის ამოღება არ გაგიჭირდებათ და თუ გაგიჭირდებათ და ჩვენ მოგცემთ ამ არქივს, იქ თავად ამბობს დიდი სიამაყით ამ ფაქტის შესახებ თავად საუბრობს. ეს 2019 წლის აგვისტოს სიუჟეტია. იგივე ხალბატონი წულუკიანი, იგივე ოცნების სხვა ლიდერები. ის მაშინ რატომ მიესალმებოდნენ ამ გადაწყვეტილებას? ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. ბრალდების საყენებას ელოდებით. ბრალდების საყენებას დღეს ამ პირობებში გამორიცხული კიდევ ვიმეორებ, არაფერია. აქ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ საზოგადოებამ დაინახოს რის გამო უყენებენ ამ ბრალდებას ბატონ გახარიას და აქ საერთოდ გახარიაც არაფერ შუაში არ არის და ვინც არ უნდა ყოფილიყო არაფერ შუაში არ არის. ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგ გარემოებასთან თამთა, რომ დღევანდელი ოცნება ცდილობს სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ნამდვილად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ამაზე საზოგადოების დიდი ნაწილი და უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, გაასაღოს მოღალატეობრივ ნაბიჯად. და მე ხა აღარ ვსაუბრობ საერთოდ იმ აბსურდზე, რაც უკავშირდება ამ ეგრეთ წოდებულ deep states, რომელზეც აქვს აგებული. ეს ახსენეთ წოდებულ deep state-დან როდესაც დაისვა კითხვა თუ რატომ მოხდა მაშინ პრემიერად ამ გადაწყვეტილებიდან მალე მის წარდგენა, კიდევ ერთხელ თქვა რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული deep state-დან მიღებული ზარი. აი რა შეგიძლია თქვა, აი მართლა იყო თქვა საერთაშორისო პარტნიორებს მსგავსი მოწოდებები 2019 წელს, როდესაც სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული თქვენი ლიდერის დაწინაურების შესახებ. ნახეთ, დავუშვათ რომ ეს ასეც იყო. რა თქმა უნდა ეს აბსურდია და ამაზე სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. დავუშვათ და ეს ასე იყო. ანუ ეს რას ნიშნავს? რომ ოცნება იყო ხელისუფლებაში, პოლიტიკური ძალა ამდენი წლის განმავლობაში, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორიც არის მაგალითად უმაღლეს თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ამა თუ იმ პიროვნების დანიშვნა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს თურმე დამოუკიდებლად ვერ ღებულობდა. და თურმე სწორედ ოცნება იყო. ამას ამბობენ კიდეც რომ კომპრომისებზე წასვლა უწევდათ. მაშინ ეს რას ნიშნავს? ანუ ჩვენ რა გარანტია გვაქვს რომ დღეს ან იგივე მომავალში ოცნება კვლავ არ მოექცევა ნებისმიერი deep state-ის გავლენის ქვეშ. ანუ რა მოხდა მაშინ ბოლო 4 წელიწადში, რა შეიცვალა? შემთხვევით უსვამენ ხას რომ დღეს ისეთი დამოუკიდებლები არიან და რომ მსგავს დამოუკიდებლები არიან თუ შემთხვევით ის მოხდა რომ ერთი deep state-ი მეორე deep state-მა ხوار ჩაანაცვლა. მოდი ეს კითხვაც დავსვათ. ანუ თუ მაშინ deep state-ი გასაგებია მინიშნება ვისკენაც არის ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევროპელი პარტნიორებისკენ, ხო? და ეხლა თუ შევხედავთ რამდენად რადიკალურად შეიცვალა ოცნების პოზიცია და პოლიტიკა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის ნაწილში და სრულიად ასე ვთქვათ ეს ურთიერთობა უკვე ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ რომ სამწუხაროდ აღარ არსებობს. ყველაფერი გააკეთა ამისთვის ოცნებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჩვენი ასე ვთქვათ ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. მაშინ სამართლიანი და საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება, რომ ის ამერიკული ეგრეთ წოდებული deep state-ი კიდევ ვიმეორებ თუ მათვე ლოგიკას გავყვებით, თორე რა თქმა უნდა ეს აბსურდია, ჩაანაცვლა რუსულმა deep state-მა? იმიტომ რომ ყველა ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში არის ანტიეროვნული გადაწყვეტილება. მართალია საკუთარი პროპაგანდით ისინი პირიქით ცდილობენ და ეროვნულ გადაწყვეტილება დაფასებენ ამას, მაგრამ სრულიად საპირისპირო რეალობასთან. თავად მაშინ რა ახსნას უძებნით, რამდენჯერმე ასევე მიუთითეთ, რომ აი წლების შემდეგ რატომ გაახსენდათ ეს საქმე, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს შეაფასა, როგორც თქვა თქვენი ერთგვარი იძულება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთოთ. ნუ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ნაციონალური მოძრაობის ნამდვილ სახეს. ეხლა ნაცვლად იმისა, რომ მათ ასევე ესაუბრათ ოცნების მოღალატეობრივ პოლიტიკაზე, გამოდიან და ისევ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ საუბრობენ. და ეხლა ჯერ ერთი რა აბსურდთან გვაქვს საქმე, რა შეჭირდება გახარიას და ჩვენს პოლიტიკურ ძალას იძულება არჩევნებში ჩართვის.
როდესაც ჩვენ ბოლო 2 თვეზე მეტია გამოვდივართ და ყოველდღიურად მათ შორის თქვენი ეთერის საშუალებით საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და არჩევნები ჩვენთვის არის ერთადერთი პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების ცვლილების. და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ სწორედ ბოლო დღეებში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე გარკვეულწილად თქვენი პოზიციის გადახედვა მოხდეს არჩევნებში? არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება. არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება. ჩვენ ეს პოზიცია უკვე საკმაოდ მკაფიოდ და მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს არც პოლიტიკური პროტესტის შეჩერებას, არც ჩვენს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენთვის არჩევნები არის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი ფრონტი ოცნების რეჟიმის დასასუსტებლად. ხო, მაგრამ ნახეთ, ისმის მუდმივად კითხობი, როდესაც თქვენ არ აღიარებთ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. საუბრობთ, რომ 2024 წლის არჩევნები იყო მასობრივად გაყალბებული და არჩევნების შედეგებს უდობლობას უცხადებთ. საუბრობთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში აღარ არსებობს და მიტაცებულია. მაშინ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში რა მოლოდინებით ერთვებით, იმიტომ რომ პრაქტიკულად უცვლელია ხო მოცემულობა, მუდმივად მიგითითებენ თქვა პოლიტიკური პარტნიორებიც, რომ ცესკოს ხელმძღვანელი არის იგივე, თქვა გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ცვლილებებიც არ მომხდარა საარჩევნო კოდექსში და რატომ? და ამის გამო თამთა ჩვენ პასუხისმგებლიანმა თანმიმდევრულმა პოლიტიკურმა ძალამ ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი უნდა ვთქვათ. ანუ ამ ბრძოლის ველიდან უნდა გავიქცეთ, ჩვენი მოქალაქეები მარტო უნდა დავტოვოთ ოცნების პირისპირ. ლეგიტიმაციის აღიარებად მიიჩნევთ. არანაირი აღიარება არ არის. თანამშრომლობა მესმის კიდე ხშირად ესეთი ტერმინი. ეს თანამშრომლობა და აღიარება კი არ არის. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ. და ვერაფერი ვერც კომისიაზე დაბარება, ვერც რაღაც ესეთი აბსურდული საქმეების აღძვრა ჩვენ გუნდს ვერ შეაშინებს, იმიტომ რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ყველაზე მეტად ოცნებას რისიც შინია და რაც არ სურს, ეს არის სწორედ პასუხისმგებლიანი ცივილიზებული ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პარტიების არსებობა ამ ქვეყანაში, რომლებიც გაუწევენ მათ კვალიფიციურ ოპონირებას. და არა ქუჩის რადიკალური დაჯგუფებები. ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ მომხრე ნებისმიერი ტიპის რადიკალიზმის და ქუჩის აქციების და ეხა გვესმის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხან დამხობა, ხან რევოლუცია და ასე შემდეგ. ჩვენ ამას პირდაპირ ვამბობთ, რომ არა და არა. 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცალკეული ოპოზიციონერი აქტორები ამბობენ, რომ თქვა უნდა ჩაშალონ ეს პროცესი. და კონკრეტულ გეგმებსაც აწყობენ ამასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს სრული მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დედაქალაქში 4 ოქტომბერს. ამ განცხადებებზე რას ფიქრობთ? რა კიდევ ვიმეორებ, რა უნდა ვთქვა, ჩვენი გზა გვაქვს და ყველამ თავისი პასუხისმგებლობით აგოს პასუხი. ამას საქართველოს ისტორია დაარქმევს თავის სახელს, რომელ პოლიტიკურ ძალას უფრო სწორი და ჯანსაღი და პატრიოტული და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოზიცია ჰქონდა ამ მომენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს თუ ხარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური პარტია, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული ფორმები ლელოსთან დაკავშირებითაც არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა ისიც ჩაერთოს. მამუკა ხაზარაძემ, ვიცით, ჩვენ მას წარსულში არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ მისთვის თქვა წითელი ხაზი, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არ გაერთიანდება, მაგრამ 2 დღის წინ მოვისმენთ მისი ახალი შეთავაზება, რომ გარდა იმისა, რომ ამ თემაზე ის ითხოვს საჯაროდ დისკუსია გაიხსნას არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, ასევე მზად არის, რომ ერთგვარი ნეიტრალური პლატფორმა შექმნას და მზად არის, რომ კომპრომისებზეც წავიდეს, მათ შორის საერთო ნომერზე, საერთო სიაზე, საერთო კანდიდატებზეც მოხდეს შეთანხმება. ამ ნაწილში თქვენ მოიაზრებთ თუ არა, რომ თქვა ჩაერთოთ კონსულტაციებში მამუკა ხაზარაძესთან და თუ თქვა რაღაც საერთო ოპოზიციური ფრონტის გაერთიანება მოხდება აი ამ კონკრეტული შეთავაზების გარშემო. კარგად ახსნათ ეს ფაქტორი, რომ აღარ დარჩეს კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს ეტაპი არჩევნებში ვიღებთ თუ არა მონაწილეობას, მოდი შევთანხმდეთ, რომ უკვე გავლილი გვაქვს. და უკვე ბოლო კვირაზე მეტია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა გადასული ვართ იმ ეტაპზე, როდესაც დაკავებული ვართ პოლიტიკურად ნეიტრალური და უპარტიო კანდიდატების შერჩევით. ეს დღეს ჩვენი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ერთ-ერთი არჩევნებში, ანუ გიორგი გახარი არ იქნება ვთქვათ მერობის კანდიდატად წარმოქმნილი. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ იმის გამო, რომ უფრო თანამშრომლობის უფრო მეტი რესურსი არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებთან, იმიტომ რომ პარტიულ კანდიდატებზე შეთანხმება დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს, რომ უპარტიო აპოლიტიკური კანდიდატები, რომლებიც არიან საზოგადოების
საზოგადოებისთვის ცნობილი, პროფესიონალი, მისაღები, ღირსეული ადამიანები, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ კანდიდატები და ყველა პარტიამ, ვინც იქნება ამ პროცესში ჩართული, მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც თუ თქვა შეცვლის პოზიციას და ჩაერთვება, თქვენ მზადხართ რომ ამ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ითანამშრომლოთ. ფორმატზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი პარტიული რესურსით მხარი დაუჭიროთ პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატებს. ამაზე ვსაუბრობ. თორემ ნაციონალურ მოძრაობასთან ჩვენ ვერანაირ კოალიციაში ვერ ვიქნებით. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამაზე ვსაუბრობთ დღეს და ამაზე ვისაუბრებთ მომავალში. ჩვენთვის ეს წითელი ხაზია. თუ ვერ მოხერხდება, თქვა საერთო ყველა ოპოზიციური ძალი, თქვა გაერთიანება თქვენსა და ლელოს შორის თუ მოიაზრებთ რაიმე ერთობის მიღწევას, ვიცით რომ 2024 წელს წარუმატებლად დასრულდა ეს პროცესი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით და მედიატორობით დაწყებული. აი ახლა შეიძლება თუ არა რომ თქვა თქვენ გაერთიანდეთ, თქვა საერთო კანდიდატით გამოხვიდეთ ლელოსთან ჩვენ არანაირი პრობლემა თანამშრომლობის, მათ შორის კონსულტაციის დაწყების და დიალოგის გაგრძელების არ გვაქვს. ჩვენ პირიქით მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ლელომ გახსნა დისკუსია. აქ თქვენ ახსენეთ რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის ახალი ნომერი, საერთო სიები და ასე შემდეგ. ამაზე საუბარი ჩემი აზრით ჯერჯერობით ადრეა. ჯერ ჩვენ რეალურად არ გამორიცხავთ ამ თემაზე. თუ კონკრეტულად საერთო სიას მეკითხებით ლელოსთან ერთად, კიდევ ვიმეორებ, ამაზე კონსულტაციის დაწყება შესაძლებელია, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს იქნება საბოლოოდ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის. მთავარი ჩვენთვის არის პოლიტიკურად ნეიტრალური საზოგადოებისთვის ცნობილი და მისაღები კანდიდატები და სწორედ მათი მხარდაჭერით ბრძოლა ოცნების წინააღმდეგ. თუ ვერ მოხერხდება, ვთქვათ, და მარტო მიიღებთ მონაწილეობას როგორც ცალკე აი ამ შემთხვევაში გამორიცხავთ, რომ თქვენი ლიდერიც იყოს ერთ-ერთ კანდიდატი. ამაზე ჯერ მაგალითად ხო ჩვენ სანამ არ ამოვწურავთ ყველა რესურსს და ყველა შესაძლებლობას რომ ჩვენ მივახციოთ გარკვეულ შეთანხმებას მათ შორის ლელოსთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვისაც ამის სურვილი ექნება ჩვენ ხომ ეს ასე ვთქვათ გავხსენით ეს დისკუსია ხო მე შეგახსენებთ ის ცნობილი ქარდი რომელიც რამდენიმე კვირის წინ ტრიალებდა ძალიან აქტიურად და იქ იყო შეკითხვა დასმული აი იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ რომელიც იმ დროისთვის ბოიკოტის რეჟიმში ასე ვთქვათ აპირებდნენ ბოიკოტის გამოცხადებას ამ არჩევნებისთვის და ჩვენ დავსვით კითხვა ძალიან მარტივი და თქვენის ნებართვა რა იქნება შემდგომი გეგმა იმიტომ რომ საზოგადოებამ ეს არ იცის მაგრამ თქვათ გახარიას მხრიდან თქვათ კანდიდატად წარდგენაც არ გამოირიცხება არა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი თამთა რა მთავარი არის შემდეგი რა მთავარი არის ის რომ ჩვენ დავარწმუნოთ საზოგადოება მათ შორის ოცნების ამომრჩეველიც რომ დღეს ბრძოლა ლელოსთან დაწყებულია ეს ჩემი ბოლო შეკითხვა და კონსულტაციების დაწყებას ვერ დაგიდასტურებთ მაგრამ მზაობას დაგიდასტურებთ მადლობა